მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დიახ, თუ კითხვა გააქვთ, რომ გუშინ ცეკტანსმელი გეცვალო, გუშინ გრილოდა და შესაბამისად არ გადამიბანია, არ გაუფლიანებული ვარ და რატომ ებანავა, მე ეგრე უყურებ ცხოვრებას, რომ როცა უფლიანობ, მარტო მაშინ უნდა იბანაო რა. არ არის აუცილებელი, ეს ყოველ დღე რაღაცა ქნა. ნუ ზაფხულში შედარებით აუცილებელია. ანუ გადავლებით კი გადავივლე, მაგრამ არ მიბანავნია რა, აი Короче, მეზარება ახსნა რა. სხვანაირად უყურებ მაგ საკითხს. თუ ვინმე დაინტერესდებით რას ვეძახი პანაობას და რას ვეძახი გადავლებას, მაგაზე მერე ვისაუბროთ. მაგრამ დღეს მინდოდა მესაუბრა ძალიან დიდ პრობლემაზე საქართველოში, რაც არის ფსიქოლოგიური პრობლემები რა. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანს, მათ შორის მეც მაქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. მაგრამ ნუ ამის გარკვევა და გააზრება არც ისე მარტივი არის. პლუს ხალხი აგდებით უყურებს ჯერ კიდევ ფსიქოლოგთან ვიზიტს რა. ვინმეს თუ ფსიქოლოგი ჭირდება, აი იყო შეჩემა გიჟი ხარ, აი ამას ეუბნებიან, იმიტომ რომ მე ეს მითხრეს. ძალიან ბევრმა ჩემმა ახლობელმა მეგობარმა და ძმაკაცმა მითხრა ეგ რომ აი იყო შეჩემა რა ფსიქოლოგი გიჟი ხარ. არა ვართ გიჟები, ადამიანები, უბრალოდ გვაქვს რაღაც მენტალური პრობლემები ხოლმე და მენტალურ პრობლემებს თუ შენი სამეგებრო წრე, შენი ოჯახი და ასე შემდეგ ვერ შველის, ამ დროს უნდა ადგე და მიხვიდე რა თქმა უნდა ფსიქოლოგთან, ვინც პროფესიონალია, ვინც იდეაში იმით ცხოვრობს, რომ სხვა ადამიანებს ეხმარება ფსიქოლოგიურ დონეზე კარგად ყოფნაში. აი დაუშვათ ჯიმ ტრენერები რო არიან, ხო იცით? აი ჯიმში რა, რო ვარჯიშობენ. ეგენი ეხმარებიან ხალხს, რომ ფიზიკურად იყვნენ უფრო ჯანსაღად. ხო, ყველანი თახვდებით მაგაში. და ეგ თუ მისაღებია, მაშინ არანაკლებად მისაღები უნდა იყოს ფსიქოლოგიც რა. მაგრამ ფსიქოლოგს მაინც აგდებით უყურებენ რაღაც მიზეზების და გამო. მე დაახლოებით 13 წლის ასაკიდან ომის მერე რა, ცხინვალის ამბების მერე, 2008 წლის მერე. მე ვინც არიცით დედულეთი ცხინვალში მქონდა. ნუ ისე და ჩემი წარმოშობით რაჭველია. მაგრამ რატომღაც მეტრეველი. რატომღაც ცხინვალში ცხოვრობდნენ არ მახსოვს ზუსტი მიზეზი რატო. ნუ მამა ჩემიც ცხინვალში ცხოვრობდა. მაშინ განვითარებული იყო ცხინვალი რა. მაშინ გამტარი იყო რა. რუსეთს და საქართველოს შორის და ბევრი ფული ტრიალებდა და ძალიან კარგი ქალაქი იყო ცხინვალი. ხო და ეკონომიური კუთხით, საცხოვრებელი კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და მე მაგ ყველაფრის მერე დამჭირდა ფსიქოლოგი რა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რაც საუბარი ახლა არ მინდა რა. და არ ფიქრობ, რომ ჩემი ეგ პრობლემები თქვენ თავზე რაღაც ეტაპზე შეიძლება რომ მოგახვიოთ. მაგრამ აი ნახეთ, აი ეს ფრაზაც ახლა რაც თქვი ჩემი პრობლემები თავზე არ მინდა მოგახვიოთ. ეგ უნდა დავივიწყოთ იდეაში რა. მაგრამ ნუ მე მაქვს მიზეზები, მართლა მაქვს მიზეზები. ჩემმა ოჯახის წევრებმა, ჩემმა მეგობრებმა, გარემოცამ ყველა მიცის ის ამბავი, რაც ახლა თქვენ არ მოგერავით რა. და არ არის კარგი მე მგონი მთლად მაგაზე საუბარი რა, იმიტომ რომ რაღაცა სხვა რაღაც შეიძლება გამოიწვიოს რა. სხვა აზრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოღონდ ჩემზე კი არა, ჩემზე პირიქით დადებითად შემომხედავთ უფრო მეტად. უბრალოდ ნუ ისეთი თემაა, რომ ჯობია არ ვისაუბროთ მაგაზე. ხო და მაგის მერე დამჭირდა ფსიქოლოგი და დავდიოდი მე ფსიქოლოგთან, თან პლუს ბავშვობიდან მქონდა ეს ADHD აშკარად რა, ეს ADHD არის კონცენტრაციის უნარის დაკარგვა ნებისმიერ მომენტში რა. ანუ ვიღაც ადამიანები რომ ესაუბრებიან ხოლმე ხანდახან, ვაფშე სხვაგან ფიქრობ იმაზე, რომ პეგას ფრთები რო ქონდა, პეგას და კენტავრს შორის რამე ნათესაური კავშირები თუ არის და ესეთ სისულელე რაღაცებზე ეგეთი აზრები ჩნდება თავში რა. ანუ გინდა მე ვერ ვაკონტროლებ რა ყოველ შემთხვევაში მაგ ყველაფერს და როცა ეგრე ვერ ვაკონტროლებ ხოლმე, მაშინ უფრო რთული არის ცხოვრება რა. იმიტომ რომ ყველა ადამიანს გონია რომ ყურადღებას არ ვაქცევ, ლენკას მაგალითად, ლენკას სულ გონია რომ ყურადღებას ვაკლებ არა და სინამდვილეში უბრალოდ გაფანტული ვარ რა. ეგ არ არის ჩემი ბრალი და სიმართლე გითხრათ არ წამლები არ არის ისეთი რომ აი გიშველოს იმენა და აი ჩადგე კალაპოტი შანსი არ არის. ხო და ძალიან რთული არის ეგეთ დაავადებებთან ჭიდაობა მარტო. ამიტომ ფსიქოლოგები მე მყავდა ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი.
ეგეთი კარგი ფსიქოლოგი იშვიათი არის დედამიწაზე ალბათ რა, იმიტომ რომ ჩემი ყველა უნარის გამოვლენაში დამეხმარა რა, ანუ ძალიან ძლიერი გამხადა ბატონმა ზაზამ ყველა მხრივ რა, აი ფსიქოლოგიურად ხოდავდა ხოლმე რა, ანუ მაგ ადამიანმა იცოდა მე რისი მოსმენა მჭირდებოდა ისეთ მომენტებში და რაზე საუბარი მჭირდებოდა ხოლმე. ყოველთვის ერთი შეცდომა არ მახსოვს მაგკაცის დაშვებული მე რა, ანუ გულისხმობ იმას, რომ მე რო რაღაც პრობლემა მაქვს, ამ პრობლემაზე რო ვლაპარაკობ ვიღაცასთან, ეს ადამიანი ყოველთვის რაღაცას უნდა ფიქრობდეს ჩემზე, ხო? ანუ ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე, რაღაცა იდეა უნდა მოუვიდეს ჩემს პიროვნებასთან დაკავშირებით, ან რამე მსგავს. და ამ ადამიანს არ აინტერესებდა არასდროს ჩემი პიროვნული რაღაცები რა, ანუ ადამიანური მომენტები. იმენა კონკრეტულ რაღაცაზე როცა დავიწყებდით საუბარს, როცა ვიცოდი რომ ეს მაწუხებს, მაგის მერე ისე მიყავდა საუბარი, რომ მე ყოველთვის დამშვიდებული ეს მაგარი ლუქენი რაღაცა. მაგრამ ხო დამშვიდებული ვიყავი და განეიტრალებული და ჩემი ეს ნეგატიური რაღაცები რაც მქონდა, რაც მამძიმებდა, რაღაც ნეგატიური აზრები რაც მომდიოდა, ყველაფერს აკრობდა რა, ანუ ძალიან მარტივად რო გითხრათ, აკრობდა მთელი ჩემი ტვინიდან და სხეულიდან რა, როგორ უნდა ვთქვა, არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა. Короче, ну ხო, ეგ კაცი იყო ადამიანი, რომელიც მე ცხოვრებაში უეჭველი უნდა მყოლოდა, იმიტომ რომ ნორმალურად ჩამოყალიბებული ყავი რა, იმიტომ რომ უყურე ოჯახი მაინც ვერ იგებს რა, აი უყურე დედა ყოველთვის როცა გვეჭხუბება, დედები როცა გვეჭხუბებიან ყოველთვის. მათ ყოველთვის კარგის გაკეთება უნდა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ რაღაც ეტაპზე, როდესაც ბავშვები ვართ, ამ ყველაფერს ვერ ვიაზრებთ. და როცა ვერ ვიაზრებთ, აქედან გამომდინარე, გვიჭირს, რომ მივხვდეთ რის გამო გვეჭხუბებიან. ხო და ყოველ მომენტში როცა ჩვენ რაღაცის სწავლა გვესაჭიროება, არ არის აუცილებელი რომ ჩხუბით ვისწავლოთ რაღაც. მაგრამ ნუ ჩხუბით უფრო მარტივად გამახსოვრდება ნეგატიური ემოციით გამახსოვრდება რაღაცა რა არც არ უნდა გააკეთო. აი და უშუალოდ ვიღაც პატარა ბავშვი რომ მოწევს და ერთხელ რომ გათათხავენ ხოლმე და მოცხებენ ტაკოზე, მერე უკვე იცის იმ ბავშვმა რომ არ უნდა მოწიოს რა, იმიტომ რომ შეიძლება ის მოყვეს. მაგრამ მე მაინც ვემხრობი რომ სხვანაირად მოგვარდეს მსგავსი პრობლემები. დედა არ უნდა იყოს ფსიქოლოგი. დედას უნდა კონდეს თავისი ემოციური კავშირი შვილთანაც. ავტომატურად გამორიცხავს იმას, რომ საღი აზრი შეიძლება მიაწოდოს შვილს ყველა მომენტში, იმიტომ რომ რაღაც ეტაპებზე აუცილებლად ხდება ისეთი მომენტები ცხოვრებაში, რომ დედა მაინც ემოციური ფონიდან გამომდინარე გეუბნება რაღაცებს. ასევე არის მამაც რა, დედაც და მამაც ორივე არის ფსიქოლოგისგან ძალიან განსხვავებული ადამიანი. დედა და მამა როგორც რჩევებსაც გაძლევენ, ფსიქოლოგი ბევრად უკეთეს მოგცემს, გეტყვით ახლა რატო. დაუშვათ დედა თქვენი არის ინჟინერი, ან აი დედა ჩემი არის ეკონომისტი, მამა ჩემი არის ინჟინერი. ჩემსავე მაგალითზე მოგიყვებით. დედა ჩემი არის ეკონომისტი და დედა ჩემმა იცის ეკონომიკის ფარგლებში რაღაცები ისწავლა, რომ ცხოვრებაში გამოიყენოს და კარგი ეკონომისტი რო იყოს, მაგისთვის სწავლობს ისეთ რაღაცებს, რაც მხოლოდ ეკონომიკას სჭირდება. მამა ჩემიც ინჟინერიას რაც სჭირდება, ეგეთ რაღაცებს სწავლობდა ბავშვობაში, რა თქმა უნდა და კარგი ინჟინერი რო ყოფილიყო, მაგის გამო მიაწვა მაგ ინჟინრობას. მაგრამ ფსიქოლოგმა გადაწყვიტა, რომ თავისი პროფესია ცხოვრებაში ყოფილიყო ის, რომ ყოფილიყო ადამიანის მენტალური დამხმარე. ანუ, რას გულისხმობ? მამა და დედა როცა გაძლევენ რაღაც რჩევებს, ისინი თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებიან ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ. ანუ რაც აქვთ ნანახი, რაც არ აქვთ ნანახი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბავშვების ტვინი ისე არაა მოწყობილი, რომ ერთ ნათქვამი, ეგრე თუა მაშინ აღარ ვიზავ რა. ანუ აუცილებლად გჭირდება ვიღაც ადამიანი, ვინც პროფესიონალია იმაში, თუ როგორ მოგვაწოდოს რაღაც კონკრეტული სათქმელი. რაც დედას და მამას შეიძლება შეეშალოთ. შეეშალოთ თუ გინდა იმის გამო, რომ დაუშვათ ყოველდღიურობაში დედა რო დაღლილი არის, გადაღლილი რო არის და საკმარის დასვენებას როცა ვერ იღებს ადამიანი, არა მარტო დედა, ნებისმიერი ადამიანი, ბევრად უფრო აგრესიული შეიძლება გახდეს.
ასე რომ დედა შეიძლება რაღაცას აგრესიით გეუბნებოდეს იმ დროს, როდესაც აი თქვენს მეტი დედამიწაზე არაფერი არ აინტერესებდეს რა, მაგრამ მაინც ყოველდღიურობიდან გამომდინარე იყოს აგრესიული. ის ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს მშვიდი და იქნება კიდევაც მშვიდი, იმიტომ რომ შენი პრობლემა იმისთვის არის როგორ თქვა რა აი თქვენ დაუშვათ ბანკში ხართ და რაღაც თანხის გადარიცხვა გინდათ და ამ თანხას ვერ რიცხავთ და გჭირდებათ ვიღაც ბანკირის დახმარება, ხო? აი ამ დროს ხო აუცილებლად ბანკირს მიმართავთ, რომ აიცი რა, ეს თანხა გადამარიცხინე. ძალიან მარტივი. ან რაღაცა საიტზე გინდა რომ რაღაც თანხა შეიტანო, რაღაცა თამაში რო იყიდო, აი Steam-ზე გინდა რომ თამაში იყიდო და ფული ვერ შეგაგ. ამ დროს ხო Steam-ის support-ს მიმართავ. ხო და აი ცხოვრების support-ი არის ფსიქოლოგი რა. ყველაზე ბოლო ეტაპი. ანუ ყველაზე მაღალ ეშელონიანი შვეშ. ყველაზე მაღალ დონეზე მდგომი support-ი არის ფსიქოლოგი რა, ანუ ხო არის დედა, მამა, მეგობრები, დედა, მამა, რა როგორც არის რა, ანუ ვინ როგორ ალაგებს ეგ არ არის რა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სუზებით აუცილებლად დგას ფსიქოლოგი და თუ შეიძლება რა თუ თქვენს გარშემო ადამიანებს შეატყობთ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, კი არ უთხრათ რომ იცი რა, მე მგონი შენ ფსიქოლოგი გჭირდება. ანუ მაგის თქმასაც ძალიან ის აქვს რა, როგორ ეტყვი ადამიანს და როგორ მიიღებს ძალიან დიდი უკურეაქცია შეიძლება მოყოს მაგ ყველაფერს რა. ბოდიში რომ დღეს ცოტა მეტი ფიქრი მიწევს საუბრის დროს, მაგრამ ნუ ისეთი თემაა რომ რაღაცა ერთი შეცდომაც რომ დაუშვა შეიძლება ვიღაცამ ყველაფერი არასწორად გაიგოს და ამიტომ უფრო მეც ვფიქრობ კონკრეტულ თემაზე საუბრის დროს. ხო. მოკლედ და მარტივად რო აგიხსნათ, ფსიქოლოგები არიან ძალიან საჭირო ადამიანები. ოღონდ ფსიქოლოგსაც გააჩნია რა თქმა უნდა რა, ეხა არა რა თქმა უნდა, აი ბანკირზე რო საუბრობთ ზეგან, ბანკირის ხო არის ზოგი რო აი ბანკირია, მაგრამ დებილი ბანკირია რა, არის კარგი ბანკირი და ცუდი ბანკირი. ამ ბანკირებიდან გამომდინარე, ვიღაცას უფრო მეტი ფული ჭირდება თავის პროფესიის შესასრულებლად და ვიღაცა უფრო ნაკლებს ითხოვს. ვინც ნაკლებს ითხოვს, ყოველთვის უარესი არ არის, ეგ უნდა გაითვალისწინოთ რა, ვიღაცა ვინც ცოტას გართმევს ფულს, იმას არ ნიშნავს, რომ ის უკეთესია ან უარესია, უბრალოდ შეიძლება დამწყებია, ის არის, ეს არის, ბევრი რაღაცა სხვა დეტალი უნდა განიხილო ეგეთ მომენტში. ხო და აქედან გამომდინარე, თქვენს გარშემო ადამიანებს ვისაც დამუღამებთ, რომ რაღაც ცოტა უფრო მეტად აგრესიულები არიან. აი აგრესია არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მიზეზი, რითიც შეიძლება მიხვდე ადამიანს ჭირდება თუ არა ფსიქოლოგი. თუ ის ადამიანი აგრესიულია, თუ ის ადამიანია, თუ ნებისმიერი ადამიანი აგრესიული არის, ესე იგი მას აუცილებლად ჭირდება რაღაც დახმარება, ან ფიზიკური, ან მენტალური. აუცილებლად. ხო და ვიღაც ადამიანები, ვინც აგრესიულები არიან, იმათ აგრესიით ნუ უპასუხებთ. ბევრად უფრო სწორები ვიქნებით ჩვენ თავთანაც, მსოფლიოსთანაც, იმ ადამიანთანაც, ყველასთან საერთოდ. ხო და აქედან გამომდინარე გთხოვთ, რომ კარგად დაფიქრდეთ და ადამიანები ერთმანეთს მოვეპყრათ ბევრად უფრო ჰუმანურად, ბევრად უფრო ადამიანურად რა. ვიღაცას რო დავინახავთ, რომ რაღაცა უჭირს, კი არ შევცეთ ბოლომდე, როგორც ვიცით. ძირითადად ქართველებმა განსაკუთრებით აი გვიცით, რომ აი ვიღაცას რო დავინახა, ავადმყოფი საწოლში უნდა ჩაატყნა რა, აი ბოდიში ამ სიტყვებისთვის, მაგრამ აი ეგეთები ვართ რა, ვიღაცას რო დავინახავთ, რომ ცოტა ფეხი დაუცრიალდა, ბაი დედას მოუტყნავთ ბოლომდე რა. აი თუნდაც ჯობოას ინციდენტზე რაც მოხდა რა, მე ჯობოაზე რაც ვისაუბრე, რომ მეთქი, მე არ მჯერა რა, ანუ არ მჯერა ბოლომდე ის ყველაფერი რაც მოყვა, მაგრამ რაღაცები აუცილებლად სიმართლე არის, მაგრამ ვიღაცებმა ძალიან გადათელეს რა. არც საეჭვოს არ გადაუთელია ეგრე. ხალხმა გადათელა, რომ აი ვიღაცა სუსტია და დავაი ბოლომდე შევდგეთ. არ არის ეგრე რა, არ ვართ სწორები, ჩემი აზრით. ჩემი აზრი არის ეს, მხოლოდ და რა თქმა უნდა ეს საღირიალობა შეიძლება არც იყოს რა და ვიღაცები სხვანაირად ფიქრობდეთ საერთოდ. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ აი თუ ეს ჯობავა ნახევრად მართალია, ეგ ნახევრად სიმართლე ვაფშე აღარ გვაინტერესებს რა, ვივიწყებთ, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება მართალი იყო რაღაცა 25% მაინც.
ხო და ამის გამო არ შეიძლება რა ცოტა სუსტ მდგომარეობაში იყო ვიღაცებმა ჩვენი კითხვები რო დავსვით ხალხმა აღიქვა რომ ატაკაზე ვიყავით გადასულები და უტევდით ამ ადამიანს და ვაბულინგებდით და რაღაცებს უშვებოდა არაფერს არავინ არ უშვებოდა იმას კითხვები ჰქონდა დასვა ბატონო მახარო მე რაღაცა იდეები მქონდა და აზრები მქონდა ჩემი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან და რაც ნახი მაქვს იქიდან გამომდინარე და ეგენი ვისაუბრე უბრალოდ რა და თქვენ რატომღაც გააწყვიტეთ რომ თქვენ რა კონკრეტულად თქვენზე რა თქმა უნდა არ საუბრობ რა ვიღაცები იყვნენ რომ ვინც გადაწყვიტეს რომ აი ისა და ისა და იმასაც დააჯეს ამასაც დააჯეს მეც დამაჯვეს ვაფშე ყველა აი არ შეიძლება ეგრე რა ვიღაცა ვინც სუსტი გგონიათ იმას რომ აჯვამთ აი რას იგებთ ვერაფერს ვერ იგებ ცხოვრებაში საკუთარი ეგოს დაკმაყოფილება თუ გინდა ბიჭო რაღაცა ისეთი კაი გააკეთე ადამიანმა რა არა ეგოზე მოდი ხვალ ვილაპარაკებ რა ეგოზე ხვალ ვილაპარაკებ დღეს არ მინდა მაგას საუბარი მე დღეს ისევ იმას დაუბრუნდები ფსიქოლოგია აი ADHD როგორ მიხვდეთ ადამიანს აქვს თუ არა მე რო ვიწყებ საუბარს ფსიქოლოგიაზე და ვამთავრებ აი ფსიქოლოგიაზე არ მაგრამ ანიმეზე მქონდა და ლენკაზე მქონდა ეგეთი შემთხვევები რა ანიმეებზე რო დავიწყე ვიდეოს გადაღება ვიდეო დავამთავრე იმ ფრაზით რომ მხოლოდ ღმერთია მშვიდობა ანუ მხოლოდ ღმერთის გარშემო არის მშვიდობა თქო ანუ იდეაში ტყუილი არ მithkoms რა თქმა უნდა მაგრამ ანიმე და ღმერთი აი არ ვიცი ძალიან დაშორებული ისენი არის ერთმანეთისგან რა ისე როგორც ლენკაზე რო ლაპარაკობდი იმდენი ვილაპარაკე რომ ჩემი ყველა გარდაცვლილი ძმაკაცი ვინც თავი მოიკლა სუიციდზე მაგაზე ვისაუბრე აი სუიციდის თავიდან არიდების შესაძლებლობაც არის ფსიქოლოგიში ფსიქოლოგები იმდენად უბრალოდ ერთი პრობლემა არის მანდ რომ რამდენად დამოკიდებული შეიძლება გახდე ფსიქოლოგზე იმიტომ რომ მე ერთი პერიოდი იმენა ფსიქოლოგზეც კი დამოკიდებული ვიყავი რა ანუ და დამოკიდებული რაზეც არ უნდა იყო უკვე ცუდი არის რა კარგ რაღაცაზე რო ხარ დამოკიდებული სწავლაზე რო ხარ დამოკიდებული ეგეც კი ცუდი არის იმიტომ რომ შენ თუ ვერ ისწავლე რაღაცა ეტაპზე თუ მოდუნდი აუცილებლად გერხება ამიტომ ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ ადამიანურ დონეზე ვინმეს თუ ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა არ დავცინოთ თუ შეიძლება იმიტომ რომ არასწორები ვართ ეგეთ ადამიანებთან აი ძალიან არასწორები ვართ ბავშვობაში ძალიან ბევრს აქვს ხოლმე ის რა საკუთარ რაღაც გარემოს იქმნის საკუთარ ვირტუალურ რეალობას და იმ ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობენ რა ცოტა ტყუილი ცოტა ის ცოტა ეს და მანდან გამომდინარე მე ამ ბავშვებს დასცინიან ხოლმე არა და უბრალოდ ტიპს იმდენ ცუდი გარემო შეხვდა რომ იქიდან გაქცევა უნდა და ადგა და რაღაცებს იგონებს რა და ჩვენ რომ მაგაზეც დავცინით ანუ არ შეიძლება არც დაცინო არ შეიძლება დაცინო არა ხუმრობა შეიძლება ნებისმიერ თემაზე მე ეგრე ვფიქრობ რომ ნებისმიერ თემაზე შეიძლება ხუმრობა თუ მაინდა-მაინც ის არ არის რა აი ახალ მომხდარი ტრაგედია რა ძველ ტრაგედიებზე ხო 11 სექტემბერზე ყველას აქვს ერთი ხუმრობა ნათქვამი ზანგებზე ყველას აქვს რაღაც ხუმრობა ნათქვამი სისულელეა რა ой ზანგებზე ვილაპარაკებ ხო მოდი ხვალ იყოს რასიზმის თემა მაგრამ დავიკიდოთ ეგეც იმას გულისხმობ რომ კაროჩე ყველაფერი კარგად გაიგეთ რა და ვინც ვერ გაიგებთ იცი როდის გაიგებთ როცა გაიზრდებით იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი დიდი იყოს ასაკით მაგრამ გაზრდილი არ იყოს ნუ ნაწილობრივ მეც ეგეთი ვარ რა ალბათ იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბავშვი რაღაცებით ვცდილობ რომ რეალობას გავექცე ხოლმე რა იმდენ ძიმეა ეს რეალობა ხანდახან რომ გუჩვენია რომ რაღაცა მულტიკებს უყუროთ მართლა იმიტომ ბევრად უფრო კარგად ვცნობთ მე მაგ დროს თავს და ეგ არ არის პრობლემა დავაფასოთ თუ შეიძლება ეგეც რომ ვიღაც ადამიანებს შეუძლიათ მარტივად გაიქცნენ რეალობას მოდუნდნენ და მშვიდად იგრძნონ თავი იმიტომ რომ სხვებს არ შეუძლიათ და ვისაც არ შეუძლიათ ეგეთ ადამიანებს ფსიქოლოგებთან მისვლაც უტყდებათ და ნუ გიტყდებათ არ ტეხავს ყველა ადამიანს ჭირდება ჩემი აზრით როგორც ექიმთან მიდიხარ აი კბილის ექიმთან რომ მიდიხარ და აბა რამე ხო არ გამიფუჭდა აი ეგრე უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან აბა ტვინში ყველაფერი კარგად
ჩეკაპები გვჭირდება რა ფსიქოლოგთან. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ვიყურეთ. დღეს ბევრ თემას შევეხმე, ალბათ მაინც არ ავწდი იმ რეალობას, რაზეც მინდოდა საუბარი და დიდი ალბათობით ხვალაც ამოთახი და მომიწევს ვიდეოს ჩაწერა. ეგ არ ვიცი ზუსტად ეხლა. ალბათ. და ხვალამდე რა. თუ რამე დახმარება დაგჭირდათ, მოიწერთ.